გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. PSG-ს ტრანსფერები და კვარაცხელიას მზადება ახალი სეზონისთვის. რას ამბობს ლივერპულის მეკარეების მწვრთნელი მამარდაშვილზე. ვიდეოს დაწყებამდე კითხვენა დამიფასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე თუ ახალი ხარ არ დაიზარო არხის გამოწერა, რადგან ჩვენ 95000 გამომწერისკენ მივიწევთ. მადლობა მეგობარო, თუ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. საფრთხე ინგლისიდან. რა შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებს ლიონი მიქაუტაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ლიონმა ლიგაურში დაქვეითება თავიდან აირიდა, ხოლო ლიონის თავკაცმა და მიქაუტაძემ გარკვევით განაცხადეს, რომ მათ მომავალ სეზონში თანამშრომლობის ერთად გაგრძელება სურთ 24 წლის ქართველი თავდამსხმელის მოსალოდნელ ტრანსფერზე ინფორმაცია დრო გამოშვებით ისევ ჩნდება. ამაში კი გასაკვირი არაფერია. მიქაუტაძემ თავისი თამაშით არაერთი ტოპ კლუბის ყურადღება მიიპყრო და მიუხედავად იმისა, რომ ლიონი მიქაუტაძის გაყიდვას არ აპირებს, სოლიდურმა შეთავაზებამ შესაძლოა, რომ ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მიქაუტაძის ტრანსფერით ინგლისის პრემიერ ლიგის ვულვერჰემპტონია დაინტერესებული. ეს კი ლიონის გულშემატკივრებისთვის ნერვიულობის მიზეზი უნდა იყოს. მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით კი დეტალურად შემდეგი ინფორმაცია ვრცელდება. პაულო ფონსეკა გიორგი მიქაუტაძეს ხელშეუხებელ მოთამაშედ კი ასახელებდა, მაგრამ ფეხბურთელის მიმართ სხვა კლუბებისგან ინტერესი მაინც არსებობს. ქართველი თავდამსხმელის სახელი ვულვერჰემპტონმაც მოინიშნა. ჩერკის, ტიაგო ალმადას, ლაკაზეტისა და პერის დაკარგვის შემდეგ პაულო ფონსეკამ თავისი პოზიცია დააფიქსირა. ლიონის თავკაცმა მზადების დაწყების წინ ჟურნალისტებს გასაგებად უთხრა, რომ კორენტენ ტოლისო და გიორგი მიქაუტაძე არ იყიდებიან. პორტუგალიელი სპეციალისტი გარკვეულია ლიონში არსებულ ვითარებაში და იმასაც ხვდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტრანსფერები, მაგრამ მას 2025-26 წლების სეზონისთვის ახალი გუნდი შენება, თავისი ახალი კაპიტნისა და 24 წლის ქართველი ფორვარდის გარშემო სურს. თავის მხრივ მიქაუტაძესაც სურს ლიონში დარჩენა, რომელთანაც კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს. მაგრამ ლიონისა და მიქაუტაძის ასეთმა პოზიციამ ვერ დააფრთხო პრემიერ ლიგის ვულვერჰემპტონი. მათეუს კუნიას მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლისგან დასუსტებული კლუბი თავდასხმის რგოლის გაძლიერებას აპირებს. ამისთვის კი მათ შესაბამისი რესურსებიც აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურმა კლუბმა შეტევის გასაძლიერებლად უკვე გაიფორმა ცენტრფორვარდი და გარემარბი, კლუბის თავკაცისთვის ვიტორ პერეირასთვის ეს საკმარისი არ არის, რომელიც კლუბისგან მიქაუტაძის ყიდვასაც ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია გადაიქცევა თუ არა ეს ინტერესი პრემიერ ლიგის კლუბის შეთავაზებად. მაგრამ ლიონის გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ დაიწყო ნერვიულობა, რადგან მიქაუტაძის წასვლა ეჭვგარეშეა, რომ მათთვის ბოლო წვეთი იქნება. წერს Football 1. ლივერპულის მეკარეების მწვრთნელმა ხალვი ვალერომ, ალისონ ბეკერსა და გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. მისი კომენტარი კი ამ ორ მეკარესთან დაკავშირებით შემდეგია. ალისონი მსოფლიოს საუკეთესო მეკარია და წლებია უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. ჩვენი პასუხისმგებლობა კლუბში დადგენილი სტანდარტები შევინარჩუნოთ. გაგვიმართლა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარე ყავს. მე თავს იღბლიანად ხსნობ, რადგან წარსულშიც მქონია მსგავსი გამოცდილება და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სტანდარტები შევინარჩუნოთ. რაც შეეხება მამარდაშვილს, მისი სახით უზარმაზარი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მეკარე ყავს. ის ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარია და ვფიქრობ უკვე ამტკიცებს, რომ აქვს ყველა ის თვისება, რაც საჭიროა, რომ მომდევნო წლებში ტოპ დონის მეკარე იყოს. მამარდაშვილი სოლიდური მეკარია და განვითარებას განაგრძობს. ჩემი აზრით კი საუკეთესო მეკარია თავის ასაკში. ვფიქრობ ძალიან გაგვიმართლა. ჩვენ ყავს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე და თავის ასაკში საუკეთესო მეკარე. მათი გაწვრთნა პრივილეგია, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა ახლავს. მიხარია, რომ ყოველდღიურად ასეთი დონის მეკარეებთან მუშაობ და შემიძლია მათ დავეხმარო, რომ მაღალი სტანდარტები შეინარჩუნონ. ჩემი მიზანია იმ კითხვებზე უპასუხო, რომლებიც მათ პროგრესისთვის სჭირდებათ. ეს ჩემი პროფესიის ნაწილია. განაცხადა ხალვი ვალერო. მე კი შეგახსენებთ, რომ ალისონმა პირადი პრობლემების გამო ლივერპულის წინა სასეზონო ტურნე დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობას მამარდაშვილი მიიღებს. ეს კი იქნება იდეალური შანსი, რათა ქართველმა მეკარემ თავისი შესაძლებლობები ყველას დაუმტკიცოს. პარი სენ-ჟერმენში ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებენ. იმის მიუხედავად, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან ერთ თვეზე მეტია უკვე გასული, პარიზულ კლუბს ერთი ტრანსფერიც კი არ განუხორციელებია. შესაბამისად, აგვისტო ლუის ენრიკეს გუნდისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება. ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, PSG ორ ახალ ტრანსფერს უახლოვდება. საუბარია ლუკა შევალიესა და ილია ზაბარნიზე. PSG რომ ლუკა შევალიეს ტრანსფერზე მუშაობდა, ამის შესახებ უკვე გაცნობეთ. პარიზული კლუბი და ლილი გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებენ, რის შემდეგაც 23 წლის ფრანგი მეკარი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ეს ტრანსფერი კი თავიდან ბოლომდე ჯან-ლუიჯი დონარუმასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება ილია ზაბარნის, პარი სენ-ჟერმენი უკრაინელი მსვლის ტრანსფერზე დაახლოებით ერთი თვე არაც მუშაობს. ხოლო თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, PSG 22 წლის ფეხბურთელის გარიგებას მიმდინარე კვირაში დახურავს. რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული წარმატებით ასპარეზობს მსოფლიო საფეხბურთო არენაზე, წარმატებული სეზონის დასრულების შემდეგ
დამსახურებულად ისვენებს. ხვიჩა სოციალურ ქსელში აქტიურად უზიარებს გამომწერებს თავისი ზაფხულის არდადეგების სამსახვალ ფოტოებს. კადრებიდან ჩანს, რომ კვარაცხელია სრულყოფილად ისვენებს და ძალებს იკრებს მომავალი გამოწვევებისთვის. მისი დასვენება მოიცავს როგორც განტვირთვას, ასევე სპორტულ აქტივობებსა და მეგობრებთან ერთად გატარებულ დროს. მაგრამ მიუხედავად დამსახურებული დასვენებისა, კვარაცხელი არც ვარჯიშის გარეშე რჩება. ერთ-ერთ ფოტოზე ის ჩოგბურთის მოედანზე აღბეჭდილი მეგობრებთან ერთად. კვარაცხელია კი შესანიშნავ ფორმაშია და ნამდვილად ბედნიერია. ფანები კი მოუთმენად ელიან თუ როდის დაუბრუნდება კვარადონა მწვანე მინდორს და გააგრძელებს მათ გაუწევას. მე კი შეგახსენებთ, რომ PSG შეკრება 3 აგვისტოს დაიწყებს. ოსიმენის ზღაპრული კონტრაქტის დეტალები ცნობილია. მადრიდის რეალი ლივერპულის ერთ-ერთი ლიდერის ტრანსფერზე მუშაობს. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. რეალ მადრიდის სატრანსფერო პოლიტიკა თავისუფალ აგენტებთან მიმართებაში გრძელდება. სამეფო კლუბი ყველა იმ ფეხბურთელს ყურადღებით აკვირდება, რომელიც 2026 წელს თავისუფალი აგენტი ხდება. ამ სიაშია იბრაჰიმა კონატეც, რომლის მიმართაც ინტერესი რეალური და დადასტურებულია. რეალ მადრიდის წარმომადგენლები ფრანგი ცენტრალური მცველის აგენტთან მუდმივ კონტაქტში არიან. როგორც იწერება, მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე უკვე ისაუბრეს, რადგან კონატე და ლივერპული ახალ კონტრაქტში ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ლივერპული და კონატე შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. თუმცა ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. როგორც იწერება, 26 წლის ფრანგი ფეხბურთელი საკმაოდ სოლიდურ ხელფასს ითხოვს, რაც მერსესაიდური კლუბისთვის პრობლემას წარმოადგენს. მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებენ, თუმცა ამ მომენტისთვის შეთანხმებასთან ახლოს არ არიან. სწორედ ამიტომ გააქტიურდა მადრიდის რეალი და შესაძლოა, რომ ეს ტრანსფერი უახლოეს მომავალში დახუროს. ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი პრაქტიკულად დასრულებულია და მისი ოფიციალური პრეზენტაციაც ძალიან მალე შედგება. გუშინ მხარეებმა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი დააზუსტეს, რის შემდეგაც ნიგერიელი თავდამსხმელი სტამბოლში დაბრუნდება. თურქული მედიის ცნობით, ოსიმენი თურქეთში ხვალანზე ჩაფრინდება, ხოლო მისი წარდგენა ლაციოსთან დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრამდე 2 აგვისტოს გაიმართება. მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკონცო საკითხი კონტრაქტის ვადა იყო. გალათასარაი თავდაპირველად 3 წლიან კონტრაქტს თავაზობდა, თუმცა ფეხბურთელმა დაიჯინა 4 წლიან შეთანხმებაზე ხელის მოწერა და საბოლოოდ თავისი პირობებიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სტამბოლული გრანდი ნაპოლი 75 მილიონ ევროს გადაუხდის. იტალიური გამოცემა Il Mattino's ინფორმაციით კი ოსიმენის არაზღაურება წელიწადში 15 მილიონი ევრო იქნება. ხელბას კი დამატებით ბონუსების დაერთვება გოლებსა და შედეგიან გადაცემებზე. ასევე ფეხბურთელი საკუთარ იმიჯის მართვაზეც იზრუნებს და ამ მიმართულებას იტალიურ სააგენტოს შეაბარებს. ნიგერიელს კი სტამბოლში ძალიან კომფორტული ცხოვრება ექნება. გალათასარაი მისთვის ქემერბურგაზის რაიონში დიდი ვილა უკვე შეიძინა, რომელიც კლუბის კიდევ ერთ ვარსკვლავთან მაურო იკარდის სახლთან ძალიან ახლოს მდებარეობს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.